ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გაგაცნობთ 10 მაისს ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მოხდა ყველა საინტერესო სიახლის პროგრამაში ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. აჭარა მიუზიკლში თავისი 13 წლის იუბილე აღნიშნა რეაქტიულმა კლუბმა. ზუსტად 1990 წელს რეაქტიული სიახლეებით გაეცნო საზოგადოებას პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი. დაიწყო პოპიდა, თავისი პოპიდა, იბეთქა, აისმა, დაესხმა, გაისმა, მაწონი. ეს რეაქტიული კლუბი და ეს ყველაფერი ეს არის იდეა რა. ნებისმიერი იდეა, თავისუფლება, სიყვარული და რაღაცა, ეს ილუზიაა. სანამ შენ ვიღაცა ესეთ ჩემნაირი გიჟი, ან ირაკლისნაირი, ან რაღაცა ესეთი რაღაცნაირი ტიპი იზრეადაბონ ვიხაძაში არ დაიწყებს ამის განხორციელებას და ამის რაღაცა პრაქტიკაში გატარებას და ამის რაღაცა ადეკვატური იმის გამოხატულების მოძებნას. არამჩის არავის, ვისაც არ მყავს კარნახი, ვისაც ბევრი აქვს ნანახი, ვისაც აცია შორტები, ვისაც ზესტაფონ შორტება, ვისაც არ აქვს მანჯალი გაუგოთ, ვისაც მანჯალა ვიცა გადადის ნაპირები, ვიცა გაქცევას დღეს ეს უკვე მიღებულია ლამის იმაზე წერია ვარ აგვისურნებზე, კედლებზე, რადიოდან ისმის რაღაცა ეს ყველაფერი და უბრალოდ დღეს იქნება შემაჯამებელი და დღეს ნახავთ ეს როგორ არის გაფორმებული ძველი ლექსები, როგორ აღიქმება ისმინება. დავწეროთ, არჩო ბიაგებიელად მომწიოთ და რაიმე დავხატოთ და დავწეროთ, ბრელ ძალებზე სიტყვით მიწევს შეტევა, სანამ თვარე შევასრულსმა ბაზაში. რომიცოდეთ რაბნები რამეტევა, ერთუერთსა წამონასრო რაზაში ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და იმედი მაქვს, რომ თან რაღაცა ეს 13 წელი რაღაც საკრალური ციფრი არის, ხო თითქოს. იმედია, რომ რაღაცა უფრო საინტერესოს და უფრო კარგს, საკაიფოს და უფრო ფრეშ როგორ არის ქორფასს შემოგთავაზებენ რამეს. ორივე ცოცხალია, რას ვიზახ ცოცხალს ასრულებს ერთ პოეზია, მეორე მუსიკას. აი ეს სინთეზი, ორი თქვათ ესეთი თანამედროვე დინოზავრის სინთეზი არის, ნუ აი ძალიან საინტერესოა. თავის დროზე მართლა ის იყო, მოვლენა იყო, თავის დროზე მართლა დიდი სიტყვა იყო და წინწასული სიტყვა იყო, გინდა ირაკლის მუსიკა, გინდა კოტეს ლექსები. ბევრი თაობა წამოვიდა, თვითონ ეს კლუბური ტუსოვკები, რაც ეხლა მოდაშია და პოპულარული, თავიდან ალბათ აი კოტეს და ირაკლის დამსახურება არის, რომ ეს ყველაფერი შემოქმედებითი კუთხით მათ მიყავდათ რა და ძალიან მოწონს ის სიტყვა, როგორცაც ალექსებს. კოტიკა ძალიან მომწონს ირაკლის შემოქმედება და ერთად ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს და ყველა აქ მყოფნი ადამიანისაც და უსურვებ წარმატებებს. დღევანდელი ჩემი რიტმიკა, რაც მე მაინტერესებს, ფაქტიურად ის გამოჩნდება მთლიანად და ჩემი დამოკიდებულება გამომდინარე რეაქტიული კლუბიდან აი იმ რიტმიკასთან, რაც დღეს ჩემთვის აქტუალურია. აი ეს იქნება ნამდვილად და ალბათ საინტერესოა იმათვის, ვისაც საერთოდ აინტერესებს რეაქტიული კლუბი ან თანამედროვე პოეზია, როგორც კი კულტურა. მე უბრალოდ ღმერთმა მანდო ის როლი, რასაც ვთამაშობ და ამიტომ უნდა ბოლომდე ვითამაშო. ხანდახან მძიმეა, მაგრამ მაინც აუცილებელია, რომ რაღაცნაირად ვითამაშო ჩემი თავი. მიუხედავად იმისა, რომ 9 მაისს სპორტის სასახლე ნამდვილად არ იყო სავსე, ამას არანაირად არ უმოქმედია მომღერალ ეკა კვალიაშვილზე და მან არაჩვეულებრივი საღამო უბრალოდ შოუ მოაწყო თავის გულშემატკივართათვის.
როგორც მე ვიცი, სხვა მომღერლებმაც ვერ გააქვსო სპორტ სასახლე. არა იმიტომ რომ ისინი პოპულარულები არიან პირიქით, ბევრად პოპულარულები არიან, იგივე არ მინდა ხასა დავასახელო რომელიმე მომღერალი, მაგრამ ეთქობა მაინც ჩვენ გადაეჩვია ჩვენი თაობა აი ამ დარბაზში ესეთი შოუების მოსვლას. იმიტომ რომ ეს რაღაც ესეთი კომუნისტური, ამას ეთქობა ეკამაცო დანიშნულება ქონდა სხვანაირი, მაგრამ მაყურებელი იცი რომ ვინც არის ძალიან საინტერესო მაყურებელია. მგონი პროექტი ძალიან საინტერესო იყო და მე მგონი ეკა ძალიან საინტერესო ახალი კუთხით გამოჩნდა უკვე ქართველი მსმენელის წინაშე. იცით რა არის საკუთარ ნამუშევარზე არ ვიცი, მაგრამ მაყურებელს მე მგონი მოწონს და რა ვიცი რაღაც მე მგონი ეკა ძალიან საინტერესო და შოუ ძალიან საინტერესო. Называемая интеллигенция – это фурункули, задница пролетариата. Молчать! Много не говори, мало говори. Винт Кармушевс из Арсчамс. Сопело, чему сопело, ламазо, чему харело. Заявление советского правительства. Сегодня в 4 часа утра без объявления войны германские регулярные части атаковали наши границы. Другой приказ, и почтальон сойдет с ума нацистский военный. Летает красная ракета, бьет пулемет не вдали. И значит нам нужна одна победа. Одна на всех мы за ценой не постоим. Одна на всех мы за ценой не постоим. ეს არის გენიუსი გოგო. მე არ მეშინი ამ სიტყვის. ეს არის სრულიად გენიუსი გოგო, რომელსაც აი საიდან მოაფიქრდა ეს ამბავი. ჩემი თაობისგან სულ მოფიქრებოდა, მე ამ თემაზე ნამუშევარი ვარ, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ამან რაისი რა მოხდა? ააშენა ღმერთმა საქართველოში არ მოკვდება გენი ეს. ოღონდ ცოტა ხელშეწყობა უნდა რა. სტუდია მაესტროს აქტიური მაყურებლები, რომლებიც გადაცემატოროლას გამარჯვებულნი გახდნენ, 10 მაისს მიწვეულნი იყვნენ ბოულინგ ცენტრში გამართულ შეჯიბრებაზე. ეს გახდათ შესარჩევი ტური, ხოლო 31 მაისს მოხდება ფინალური შეხვედრა. სხვათა შორის ბოულინგის მოყვარულთა შორის მაესტროს გადაცემის პასიანსის წამყვანიც ლევან ლელაშვილიც ვიხილეთ. ბოულინგი მიყვარს ძალიან. ჩვენ ასე თქვა პასიანსელები ყველანი ძალიან დიდი კომაგები ვართ ბოულინგის და ძალიან შეათ მოვდივართ და ვღებულობთ პროფესიონალურ ტურნირებშიც მონაწილეობას. კარლას ეთერში დავრეკეთ და მოვიგეთ ბოულინგის მოსაწვევები. მოხდით. ყოველი ასეთი აქციაში მონაწილე ფაქტურად შემდეგ უკვე ბოულინგის მოყვარული ხდება.
გათამაშებაში ყოველ კვირაში ღებულობს მონაწილეობას 48 ადამიანი. აქედან შეირჩევა 2 გამარჯვებული ჯგუფი, რომელიც უკვე მონაწილეობას მიიღებს 31 მაისს ფინალურ შეჯიბრში. ჩვენი რესპონდია ბოულინგი, თქვენს გირჩევთ. დაგიჭერი აქ მიკროფონი, მოდი დაითამაშე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.